დილამშვიდობის, როგორ ხართ? მე ნორმალურად ვარ, შაბათია, რა თქმა უნდა შაბათი დღე უნდა დაიწყოს სახლის დალაგებით და მე საკუთარი თავის დალაგებით გიждები ბანაობაზე. უფლება რომ მომცენ თერმექსი რომ არ მქონდეს და არ მიწერდეს და ამასობაში მთავრობამ მომაწია 5 თეთრი პლუსი და არ ვიცი რამდენი მომივა, მაგრამ ზაფხულში უკეთესი იქნება გარეთ მიდგას და მოკლედ მოვერევით ყველაფერს, დედას ვუყირებთ. დავიტენიანი კანი ჯერ ხო კარგად გავიხეხე იმ ჩემი ახალი დასაბანით, ისე რა ეველოდები დიდი ვერაფერი ვერ არის, მაგრამ ოკეი იყოს. დავხსენი ესენი და დავიწყე მომზადება. ვის მომზადება? მოხმარება. პირველი რასაც ვაკეთებ, არ ვიცი სწორად ვაკეთებ თუ არა. ეს მაქვს ორდინარის ჰიალურონის მჟავა 2%-იანი პლუს B5. ძალიან გამომშრალ და დაბანილ სერავეს დასაბანით დაბანილ ჩვენ ბუტყუჭას სახეზე, ასე დავიტან, შევათბობ და ძალიან შვიდად ასე ნებივრობ ხოლმე, ეს არ დაგვაუწყდეს. აქამდე დატენიანებული ვარ, უბედურად. თუმცა ზაფხულში დეკოლტესთვისაც გავიმეტებ ჩემს საცხებს და საერთოდ ძალიან მინდა ინექციები. ამას უყურებ. ზარავს რომ ვიყურების არკეს შემიძლია რომ გადაბმულად ვიმუშავ რამოდენიმე დღე იმისთვის რომ ეს მოვიწესრიგო. ქვემოთ არ გაჩავაროს დროს ეს შევაკეთებ ხოლმე. ვი. ყველაფერი არ გზემოთ. შუღლზეც ახლა 43 წლის კვალობაზე ღრმა არაფერი არ მაქვს გარდა ამ ცხვირისა, რომელიც სათვალემ გამიჩინა. 3 დღეა დავიწყე და ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვამჩნევ. არა და ბებრებისთვის არის, ჩემნაირებისთვის და უწერია რომ ნაოჭებს აღარ აჩენს, გაქრობით არაფერი არ აკრობს. სხვათა შორის ვარჯიშებს უყურებ ხოლმე სახის იოგას და არ აკრობს, მაგრამ აჩერებს. ეხლა აქ რას ვშვები? ანუ ამას ასე ვიჩერებ. არსად არ მიმაქვს. ეს არის ჩემი ტექნიკა. ასე. უყურეთ, ჩავაჟიბჟიბე. ასეც გადავისობ. ასეთი კომენტარები დეიწერა. მე ხო ჭორიკანა გავხდი, ძალიან ჭორიკანა. ვიყავი. უბრალოდ გამოვაჩინე საკუთარი თავი. მზეს უმზირასო რო ჭამო. რომელიღაცა ლაივია. 1009-ში ლაივში რო ვიყავი. გვეციო პატივიო. რა ვიცი ხალხო, ამდენი მაგბანგის თუ მუკბანგის მერე ჩემი მზეს უმზირის კნატუნი. სახეში გაფურთხეთ. დედა გაგინეთ. აი ეს ანეკდოტი მავახსენდება. კახური ანეკდოტი როა, რო აკეიფეს. ისე რომ ერთმანეთს აფურთხებინეს მზეს უმზირა და ღვინო რო დაუდგეს. არ არის ლამაზი, მაგრამ ეს არის ჩემი ცხოვრება. თუ ვინმე ამბობს და აკეთებს, არ ვიცი, მაგრამ მე ყველაფერს ვერ გაჩვენებთ და ვერ გიყვებით, იმიტომ რომ რაღაცები ძალიან ჩემია და ძალიან მნიშვნელოვანია. და არ მგონია რომ სემიჭკის ზესუმძირის კნატუნი იყოს ვინმე შეურაცხყოფა. ვერა ვიცი, რა გითხრათ გოგოებო, თქვენი მოსაწონი მე ვერ გავხდი ამ 4 წლის განმავლობაში და ვერც შემდეგი 4 წელი ვერ გავხდები. ვატყობ მე მაგას. მეორე კომენტარი იყო ასეთი, რომ აღდგომა დღეს რომ იმალანძღე ვიღაცა გოგონამ სალომემ ანუ რო კითხულობ ერთია რო არ ნერვიულობ, მეორეა მივეჩვია უკვე, მაგრამ სადღაც ახლა რო ვთქვა რომ არ მადარდებს და სადღაც ქვეცნობიერში ილექება ეს შენიშვნები და ტვინი ატრიალებს. ჩემს შემთხვევაში ასეა ხოლმე ხა დიდ შეურაცხყოფას არავინ მოაყენებს, მაგრამ
ну რაც არის მაგასაც მეცევინება ყურადღება კი არ ვაქცევ მეცევინება გოგოებო ანუ ადამიანი ვარ ეხა გადავდივარ ამაზე ესე 10 ჯერ და გახლავთ თავბრუს ესეც პატივისცემის არ ჩამითვალოთ უპატივისმცემლობაში რა ვიცი ხალხო რა გითხრათ კიდევ გავუმეორდები რომ თქვენი მოსაწონი ვერ გავხდი და ვერც გავხდები ხო იაშუეში ყურეს ბოდიალობ იუპიტერი ბავშვი ითლაპარაკო ხო და გოგო აღდგომას რომ დამიწერა აზრი გამიწყდა წავედი გამახსენდა სხვა კომენტარებიც და იმდენი კომპლექს მიჩენთ რომ არ ვიცი მე რა მიშველება საწავა ბოდიშ ხდი ამ პირსახოცისთვის რო კიდე ეს ჩემი პირსახოცია თუ თქვენ დისკომფორტს გიქმნით და შეურაცხყოფილად გრძნობთ თავს გავაგრძელეთ აღდგომას რომ დამიწერა ამ გოგონამ კარგად რომ შემამკო და დამაკომპლექსა ამას მოყვა ერთი კომენტარი სხვათა შორის ძალიან გააზრებული მეც იგივე ვიფიქრე მინდა გითხრა რომ კომენტა ვიდეო სათაური ამართლებს შენს საქციელს აზრი ეს იყო გეთანხმებით მაგრამ ამასაც ჩემეული ახსნა ძალიან ვცდილობდი კარგი გოგოს როლის მორგებას და დღემდე ვცდილობ და ძალიან მინდა რომ კარგი ვიყო ძალიან ჩუმად ვიყო არავის არაფერი არ ვუთხრა ზედმეტი არ გამოვეკიდო არ დავგოიმდე მაგრამ რას ვიზავთ გოიმივარ ძალიან დიდი წლების წინ ლილოში დავაწყე კალოშები და ღმერთის მადლით მამიკომ მიყიდა სახლი და გადმოვცხოვრდი ну ასე მოხდა გოიმი ვარ სოფლელი ვარ მსუქანი ვარ ვაღიარებ ვარ ბებერი ვარ კიდე 43 წლის ვარ და აქ რა გინდა ქალოო თუ მკითხავ შევირგებ წადი საქმე გააკეთეო ერთმა დამიწერა ერთხელ მიდიო საჭმელი აკეთეო რას ტარტარებო ოკეი კი გენაცვალე ეხავე ამ წამს ხო და მართალია მეც იმას ვფიქრობდი მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ ჯერ ის რომ კონტენტი ძალიან ყურებადია ის რაც ადამიანებს ეხებათ ძალიან პირადული რაც არის ძალიან ინტიმური რაც არის ეს ხოლმე ძალიან გადამიარა ზეთუჩი დამიწუნა მეტყოლება დამიწუნა პირისაპარად დედა უტირა მაგინამ ლანძღა ხო და ნუ ყურებადია მეორე ის რომ რამდენჯერ უნდა გაჩვენდე კაცო თორე გეთანხმები გენაცვალოს ჩემი თავი მართალი ხარ ამართლებს იმიტომაც იყო ჩაწერილი აბსოლუტურად გააზრებულად ეხლა როგორ გონიათ თქვენა მართალი ამდენი მინუსებისა ვიცი ჩემი შესაძლებლობები ვაანალიზებ მეც ვფიქრობ მეც მაქვს ჩემი წარმოდგენები და მართალი ხარ მაგრამ ეგრეც არის ხანდახან მზის დამცავი გადავიკლისოთ და გავიდეთ უნდა გავაკეთო აჩმის მეგობარი ბადრიჯანი მაქვს მარილში ყავა დავადგათ და ყველაფერს რო ჩავხეხა ოღონდ ხელებს ცოტა ხანი მოვასვენებ შაიწოვოს და მე საპნით დავიბარ 15 წუთში გადმოვინაცვლე ჩემს პატარა რეზიდენციაში რომ არ გაჩვენეთ იმ დღეს როგორი გამოვიდა ჩემი პურები აი ესეთებია ეს შევინახე დანარჩენი საყინულეში გამოვიღებ იგივეს დაუბრუნდება აბსოლუტურად ესეთი მუქია ძერს დამევარდა მაინც მოსაწმენდია და ძალიან გემრიელია და აქ ჩაგისვავთ ჩიფსის მაიმუნობა რომ გავაკეთე გემრიელი იყო გაიყინა ჩვენი ჩიფსი
გავყინეთ, დავაძალეთ. გინახია შენ ამის ვიდეო? შოკოლადი არ მეყო ოღონდ. ამას ესე ადღლეზავენ და მე მაგის ვაიმე. ოკეი. როგორ ხება ხოლმე? თქვენ ხო გინახიათ? მე ვერ ვხევ. არა, მოიცა დადი. ხდება. აუ, შოკოლადები ცვივა. აიდე. არ მეყო შოკოლადი, ხალხო როგორც ვარაუდობდი. ასეთი უნდა ყოფილიყო. და შოკოლადი დავარდა. ძალიან გემრიელია. კარგია. ერთხელ გასაკეთებლად ნამდვილად ღირს. ხო. ეხლა ავაწყოთ მერაც. მივაგენი ის. აქ რა თუხთუხებს, აქ არის ბადრიჯანი, ბულგარული, სტაფილო. ცოტა რაც მქონდა მაციბრის დასუფთავება და გარეთ არ გასვლა და საჭმელს მომზადება. ჩუ. ნიორი. ხახვი. ცოტა აზიურზე წავეყვანე, დავამწარე და ბრინჯი დავამატე. სირა გამოვა, ბრინჯი თუ მოხაშულია. აგლია. ვითვე მოიხარშა. ბრინჯი ვერ მოხარშა, ყავისთვის წყალი ავადუღე და ისევ ამის უნდა დავამატო. კიდე ავაკაფქაფოთ, კაი მე ავადუღოთ ყავა როცა გავხსენი. ქონდა მარილიანი ყველი. ჩავაბე ადუღებულ წყალში, ცივ წყალში ვახვეწევ ამდარა. კარგია. დავარა. და გასხმოთ. თავზე დავიტოვა, რომ ყველაზე მეტად თმა მიყოლდება ხოლმე. დავითავ სუნებისგან. აი ამ ფორმისთვის არის გამოჭრილი. ორცავს დებ. ასე გავაკეთე წინას. ახლა ხელის ჩაყოფა რო არ მინდა მე. მერე ასე ვხდით. თხლად ეკონომიურად არ უნდა ბევრი. წინას აი უფრო თხელი გავაკეთე და კარგი იყო. მაკარონი ყველით. ხა. რახან ცხიმიანობა გამოვაცალე ყველს. ვამატებ ცოტა კარგს. მეორე ფენებში. აი ეს. კიდო კარი მე ვარ. უცობა მით ისე კი ყოლეცი. შემიძლია უკაცრავ. სხეშელი დავარდა.
პატარა. ყველაფერი თავის გაყარა. გაეცო დავაწვევი, მთლიანად ჩავტიო. დასაყრელი ყველია. Πανέρι το ήρτσο. Κουάν. ცოტა წყალს ვასხავ. გარეთქმა უნდა. ამას ვიყავ. აი, კიდევ უნდა. წინაზე გამოაცხ, ძალიან კაი გამოვიდა. ნუ ის სადღაც ასე ჩავუცხი წყალი. ავიღე პერგამენტის კალკაუნდების სიხნებობა. თავი არ დაეწყოს. შევაბრძანებ. ასეთ გამოვიდა ჩვენი მაკარონი ყბელით ზემოდან. ეს შეიძლება ბარში ჭამო და დავამატე ლობიო და ესეც ჩვენი ბოსტნეული ბადრიჯანი და ყველაფერი მოზოლილი ბრინჯით. კარგად გამოიყურება, უბრალოდ დაფადალაკა. ამასობაში კათამის ვერ შეიძლება გამოცხა გაზი გავხეხე ნიჟარაში ცოტა რაღაცები. ვერ